მეგახართ თარაშმადარია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლაბორატორიისა და 3D ორგანონის პარტნიორობით დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საყრდენ მომოძრავებელი სისტემის, კერძოდ ხერხემლის შესახებ. მცირე მიმოხილვა გვექნება და ვისაუბრებთ ხერხემლის სტრუქტურაზე, მორფოლოგიაზე და ასევე მთავარ ფუნქციებზე. ხერხემლის სვეტი წარმოადგენს ადამიანის საყრდენ ძვალთა სისტემების ცენტრალურ ღერძს და შედგება 33-34 ინდივიდუალური ძვლებისგან, რომელსაც ვხედავთ ამ ნაწილში, მაგალითად ეს ძვლები. ამ ძვლებს ჩვენ ვუწოდებთ მალებს და ისინი არიან რეალურად ერთმანეთზე დაწყობილი. და ჯამში ქმნიან 33-34 მალას. ჩვენი ხერხემლის სვეტის ფუნქციები არის საკმაოდ ბევრი, როგორც არის ზურგის ტვინის დაცვა, ასევე ხერხემლის დგომის და ასევე წონის თანაბრად გადანაწილების ფუნქცია და ასე შემდეგ. ხერხემლის სვეტი იყოფა 5 ძირითად ნაწილად. ჩვენ გვაქვს კისრის სეგმენტი, რომელიც შედგება 7 მალისგან და უფრო კარგად რომ დავინახოთ, ეს შეგვიძლია უკნიდან შევხედოთ პოსტერიორულად. აი ეს ნაწილი ამ შემთხვევაში არის ჩვენი კისრის ნაწილი, რომელიც შედგება 7 მალისგან. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ზურგის უბრალოდ გვაქვს გულმკერდის ნაწილი. რო ამ მაგალითად მოვაცილოთ მკერდის ძვალი, უფრო კარგად დავინახავთ. მკერდის ტარი, იგივე მანუბრიუმი. ეს არის מחვილისებრი სხეული. ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ გულმკერდის მალებზე. გულმკერდის მალა ჩვენ გვაქვს 12 და რეალურად გვაქვს ზუსტად იმდენი რაოდენობის მალა, რამდენიც წყვილი ნეკნი, რადგან ნეკნი არტიკულირდება და უკავშირდება ხერხემლის მალას. უпростоრად კონკრეტულად ასე ვთქვათ გულმკერდის მალებს. გულმკერდის ნაწილის შემდეგ ჩვენ გვაქვს წელის ნაწილი. ამ შემთხვევაში წელის ნაწილი არის ყველაზე მსხვილი ნაწილი, ყველაზე მასიური ნაწილი, რადგან მას უწევს ყველაზე მეტი დატვირთვა. ამის გარდა ჩვენ გვაქვს გავის ნაწილი. გავშიც და გავის ნაწილშიც ჩვენ გვხვდება 5 ასე ვთქვათ მალა, მაგრამ შედარებით სხვა სეგმენტებისგან გავის ნაწილში ძვლები არიან დიფუზური, ანუ ისინი არიან შეძვალულნი ერთმანეთთან. და ყველაზე ბოლო ნაწილი ეს არის კუდუსუნის ნაწილი. რომელიც შედგება 4 ან 5 მალისგან. ამ შემთხვევაში ეს არის დამოკიდებული ინდივიდზე. ამის გარდა, როგორც მოგახსენეთ, ხერხემალს აქვს ფიზიოლოგიური, უпростоრად, ასე ვთქვათ, ანატომიური მოხრა. მივხვდებოდით ლატერალურად თუ შევხედავთ, ეს მოხრა გამოიყურება ასე. და ეს მოხრა, რა თქმა უნდა, გვეხმარება ჩვენ სწორედ იმ ფუნქციების განხორციელებაში, რომლებიც უკვე ვთქვით, როგორიც არის წონის გადანაწილება და ასე შემდეგ. ამის გარდა, ჩვენ უფრო მეტი სტრუქტურა, უფრო მეტი ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, ხერხემლის სვეტზე, აუცილებლად უნდა დავამატოთ შემაერთებელი ქსოვილი. რადგან ჩვენ მალთა შორის გვაქვს ძალიან საინტერესო სტრუქტურა და ამ სტრუქტურას უწოდებენ მალთა შორის დისკებს. მალთა შორის დისკები არის თვითონ სახელიც გვეუბნება, რომ ისინი იმყოფებიან მალებს შორის და მათი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ მოახდინონ ამორტიზაცია და ასევე გადაანაწილონ წონა თანაბრად ჩვენ ხერხემალზე და ასევე
არ მოახდინონ მალების კონტაქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული სახის დაზიანება მალებში. ამის გარდა, მორფოლოგიურად უნდა ვიცოდეთ, რომ სხვადასხვა სეგმენტები, მოდი გადავიდეთ მარტო ჩვენში სტრუქტურას და უკეთესად ავხსნი ამასაც. მაგალითად, მორფოლოგიურად, ანატომიურად, რეალურად მალების სეგმენტების განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად, რომ ავიღოთ სიტყვაზე ეს გახლავთ C5 იგივე კისრის მალა და შევადაროთ მაგალითად ასე ვთქვათ, ჩვენ კისრის ნაწილს და ამ შემთხვევაში დისპლეი გვაქვს ეს არის კისრის მალა და ეს არის წელის მალა, ხო? რეალურად ალბათ მივხვდებოდით, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ფორმით, როგორც სტრუქტურით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მათ მაინც ახასიათებთ კონკრეტული მთავარი ანატომიური ნაწილები. როგორიც არის მაგალითად სხეული, რომელიც იმყოფება ამ ნაწილში, მაგრამ ალბათ მივხვდებოდით, რომ სხეული წელის ნაწილში არის უფრო დიდი, ვიდრე კისრის ნაწილში, რადგან სხეული კისრის ნაწილში არის საკმაოდ პატარა. ასევე ჩვენ გვაქვს ხერხემლის ხვრელი, რომელიც იმყოფება ამ ნაწილში, ამ კონკრეტულ ნაწილში, სადაც გადის ჩვენი ზურგის ტვინი. ეს არის ხერხემლის ხვრელი. ასევე ჩვენ გვაქვს განივი მორჩები, რომლებიც იმყოფება აი ამ ტერიტორიაზე. განივი მორჩები. ესეც განივი მორჩია და ესეც განივი მორჩი. ასევე ჩვენ გვაქვს სასახსრე ფოსოები, რომლებიც იმყოფება ქვედა და რომლებიც ჯამში გვაქვს ორი, ზედა და ქვედა სასახსრე ფოსო და ქვედა და ზედა სასახსრე ფოსოები უკავშირდება ერთმანეთს